ზურაგირჩი ჯაფარიძე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი გვიერთდება ახლა ის სტრასბურგში იმყოფება ასევე მოგესალმებით ბატონ ზურა დიდი მადლობა ჩართვისთვის და მე მაყურებელს უკვე ვუთხარი რომ შეტანილია დღის წესრიგში ქართული ოცნების მოძალადე რეჟიმისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერების საკითხი და შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე სასწრაფოდ გამოეხმაურნენ აი ამ ყველაფერს და ამბობენ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აყვებიან იმედიაო ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობას და ეს ძირს გამოუთხრის თავად ასამბლეას როგორც დიალოგის პლატფორმასო. ანუ აი ამგვარი შანტაჟის ენით პასუხობენ ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. რა განწყობაა, რა დამოკიდებულებაა თავად აი ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ და მათ მიმართ ბატონ ზურა, რომელზეც მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ჩაიტანეთ თქვენ ევროსაბჭოში. მოდი დიალოგის პლატფორმიდან დავიწყოთ, ასე ნამდვილად არის დიალოგის პლატფორმა, რომ დიალოგს მაგრამ შემთხვევაში აქვს აზრი, როცა ამ დიალოგის შემდეგაც რაღაცა შეთანხმება რომ მიყვალ იმ შეთანხმებას შემდეგ ფარები ასრულებენ. ქართლის შემთხვევაში ყველა მიცის, რომ ისინი არიან გადამდებები, ეს გადაგდება გზდება წლების განმავლობაში. ისინი არიან ხალხი, ვინც არასდროს ვენეციის კომიტეტის ასეთ რეკომენდაციებს ისინი არიან ხალხი, რომლებიც გავიდნენ შარმიშელის შეთანხმებიდან ხალხი, რომელმაც შეასრულა 12 პუნქტი ევროკომისიის მიერ დადგენილი და ხალხი, რომელმაც მეხებზე დაიკიდა 9 პუნქტი, რომელიც ევროკომისიას ქონა საქართველოს დადგენილი, საქართველოს დაესწრო მონოპოლეტები ევროკავშირის გაწევრიანებას. დიალოგს უბრალოდ სადღაც ფორმატში რაღაცების ყოფნას, როცა ისინი არ იცავენ იმ რაღაც მინიმალურ წესებს, რომელიც ამ კლუბში არსებობს, ცხადია, ბევრი აზრი არა. არის საბოლოო ჯამში დასრულებას პროცესი, მაგის პროგნოზი დაკეთება გამიჩნდება და აღარ არის პრობლემასილებას, მაგრამ შეიძლება მოგიყვეთ ამ პროცედურების მასწავლება, დღეს დილას და სხვის ნახევრიდან აქ შეხვედრები, ყველა მსხვილი ფრაქცია ევროპული პარტიების, რომელიც არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათ ქონდათ ყველა სხდომა. ეს იყო 4 ყველაზე მსხვილი, როგორც მოდით, ეს არის UPP, რომელიც ყველაზე ცნობილია და ყველაზე ერთ-ერთი ფრაქცია არის სოციალ-დემოკრატების, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია არის პასუხი. ALDE და კონსერვატორები და ყველა ამ ფრაქციაზე საქართველოს წარმომადგენლებს მოусმინეთ მათ რომ ჩვენ უბრალოდ ALDE-ს მოპოვით თავად ჩამოსული აღსანიშნავი და ALDE-ს თომებს და ის საკითხს გამიხილავდნენ. ალბათ წარმოიდგინოს იყო ალბათ ჯამში დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრა ფრაქციისგან, საათნახევრიანი შეხვედრიდან 9 საათზე მეტი 45 მეტიც დაეთმო ყველა საქართველოს საკითხს გესმოდეთ ამხელმისრებას ამიჭებენ მას ახდება საქართველოში. ამ შეხვედრაზე ვიყავით ჩვენ საქართველოსთან ALDE-ს წევრი პარტიები, ჩვენ მედიჩმენ თავისუფლად როა იყო, სტრატეგია აღმაშენებელი იყო, ლელოს იყო, მასალები ჩამოვიდაეთ, მათ შორის ნაბეჭდის სახით, იმიტომ რომ გთხოვეს მანამდე რომ აინტერესებს როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში უშუალოდ არჩევნების შემდეგ, აინტერესებდა ინფორმაცია წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებზე მეზალადობის ფაქტები, მათ შორის ცალკე საკითხი იყო. მზია ამაღლებით, რომელიც დროულად დააყენა როგორც კოალიციის ჩვენი კოალიციის სახელმწიფო ცალკე საკითხი და ვისმენა დაახლოებით ალბათ 9 საათის განმავლობაში და შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. ALDE-ს შემთხვევაში გითხრათ, რომ ALDE-ს დიურომ განიხილა საქართველოსთვის საქართველოს საკითხი და მათ შორის ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი და ALDE-ს ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ ALDE არ დაუჭერს ხაზს რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ მიენიჭოთ სტატუსი, რასაც ისინი აქ მოძრაობენ. მათ შორის მოხდა შემდეგ გაჩერენჯება როგორ არის ქართულად არის, მაგრამ კითხვის ნიშნის დაყენება და ეს უთავოდ კითხვის ნიშნის დაყენება შეგვიძლია ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი უშუალოდ პასეს ხდომაზე და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც აიღო ყველაზე მეტი დრო. საკითხი დააყენა IPP-ის წარმომადგენლებმა, თუმცა შემდეგ ამას ისარდეს საკითხი განსახილველად გადაეცეს მონიტორინგის კომიტეტს და პროცედურების გადაწყვეტების კომიტეტს, ანუ ეს ორი კომიტეტი განიხილავს. საჭიროა რომ მას ხარი დაუჭიროს მინიმუმ 30-მა დეპუტატმა და 30 დეპუტატი კი არა ნახევარი დარბაზი ადგა, და ხარი დაუჭირა ამ ქართული ოცნებისთვის სამუფლებამოსილების არმინიჭების საკითხს. ეს საკითხი გადაეცა ამ ორ კომიტეტს, ეს არის მონიტორინგის კომიტეტი ერთი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და მეორე ეს არის წესების საპროცედურების კომიტეტი, რომელიც განიხილავს ამ საკითხს, რამდენად ჯდება ის თვითონ პროცესებში და პროცედურებში. ამიტომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს კომიტეტები უნდა გაიმართოს ხვალ, სადაც მომზადდება მათ შორის დაასკვნა ორი კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი ინფორმაციით სავარაუდოდ ზეგ ალბათ გამოთხებას ალბათ ის ნոր ნახევარში გამოვა პასეზე, კენჭის ფაზე და უკვე კენჭის შედეგად გადაწყვეტა მიენიჭებენ თორე ქართული ოცნების დელეგაციას ამ უფლებამოსილებას. მე რაც ინფორმაცია მაქვს ხალხში რაჩვენებით ხარ არის ის რომ განიხილება ერთი ვერსია რომ არ მიენიჭოს საერთოდ ეს უფლებამოსილება და ასევე განიხილება რაღაცა მეორე ვერსია, სადაც საუბარი არის რომ დროებით მიენიჭეს ეს უფლებამოსილება, ოღონდ იყოს გარკვეული პირობები ჩადებული.
არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტა ჩვენზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული როგორც ხა ოცნების და ბიზნეს ამონები რაღაც ესაუბრეთ ჩვენ საქმე რაც არის ის რომ ყოველს ინფორმაციის მასალები ჩამოტანა ეს ინფორმაციის მასალები ჩამოვიტანეთ აქ არის ასევე ქართული სამოქალაქო სექტორიდან წარმომადგენლები ჩამოსული რომელსაც აქვს კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია ის საკითხთან მიმართებაში კონკრეტული სფეროებიდან გამომდინარე მაგალითად არის ხელმძღვანელი რომელსაც ალბათ უფრო უსამართლოდ ხობს უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებით არის საიას თავმჯდომარე ჩამოსული რომელსაც ალბათ უფრო ეკითხება ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით და უფრო მეტყალებს ინფორმაციას და ასე შემდეგ. მოკეთ ეხლა თავიდან პრობლემა უკვე პასეზე არის დამოკიდებული ჩვენთვის აღარა რამთუცის გამორებით არის ეს სიტუაცია. ხო, კი ბატონო, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს ბატონო ზურაბ კომიტეტებზე მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილება შემდეგ უკვე ასე ვთქვათ აისახება ხოლმე მთლიანად საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე და რუსეთის შემთხვევაში კი ასე იყო რომ რამდენიმე თვიანი ვადა მისცეს და უკვე შემდეგ შეუჩერეს უფლებამოსილება ვნახოთ ახლა როგორ იქნება და აუცილებლად უნდა გკითხოთ სტრასბურგის პარალელურად მთავარი მოვლენების ეპიცენტრია ასევე ბრიუსელი სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ იცით თქვენ და სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი რომ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ეს გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევა რამდენიმე დღეში ამოქმედდება და როგორც მოსალოდნელი იყო მას მხარი არ დაუჭირა სლოვაკეთმა და უნგრეთმა თუმცა ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით რომ ის მაინც შევა ძალაში რამდენიმე დღეში და ეს უკვე ოფიციალურად გამოცხადდება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბატონო ზურა, რას ნიშნავს ეს და ეს არის კი კონკრეტული პასუხი და ველოდებით ალბათ კიდევ სხვა ნაბიჯებს, უკვე ევროსაბჭოდანაც რა უნდა იყოს კონკრეტული პასუხი ქართული ოცნების ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. ხო, ჩემი აზრით ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკური გზავნილი არის, ვიდრე რაღაცა ქმედითი ნაბიჯი. მე და ჩვენ როცა გვაქვს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია, ყოველთვის მაგას ვთქვით, რომ სიამოვნებაში რაღაც ბერკეტები თუ აქვს, რაღაც ბერკეტები აქვს, ეხლა არის საჭირო რომ ყველა ეს ბერკეტები აამოშავა. მარტო დიპლომატიური და სამსახური პასპორტებისთვის რაღაცა ვიზო რეჟიმის შეჩერება შემეთ არ იქნება თქვენი ნაბიჯი. იმ შემთხვევაში მე არ ვიცი როგორ ამოშავენ ამ მექანიზმს და იმ შემთხვევაში თუ ეს ეხება უშუალოდ კონკრეტულ ადამიანების სიას, რომელსაც აქვს ეს პასპორტები. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტით ეს ადამიანები შეძლებენ თავისუფლად ისევ გადაადგილება შენგენის ზონაში. ამიტომ ამას შედეგი არ ექნება. სანახავი არის საბოლოო ჯამში რომ რა ტიპის გადაწყვეტილება არის ეს ეხება უშუალოდ კონკრეტულ სახელებს და გვარებს თუ ეხება უბრალოდ საზღვარგარეთ ის წარადგენს დიპლომატიურ პასპორტს. ერთი და რატო არის მნიშვნელოვანი რომ ეს ამოქმედო ყველა ბერკეტი რომელიც აქვს, იმიტომ რომ საქართველოს თუნდაც განსხვავდება დღეს რუსეთისგან და ბელორუსისგან არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კიდევ არსებობს. კრიტიკული მედია არსებობს, სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, პოლიტიკური პარტიები და არსებობს პროტესტი ხალხი, რომელიც ორფერზებია განან გარეთ რუსეთში და ყინვაში. მანამ სანამ ის რესურსი არის ამ ქვეყანაში და მანამ სანამ ჩვენ თავისუფლებისთვის მანამდე არის მნიშვნელოვანი რომ ევროპა დასავლეთ მოსაზრებით გამოიყენოს ყველა ბერკეტი რომელიც მათ ხელში არის. თორე თუ იმაგინებდა ამისი არ მიჭერა, მაგრამ ნეგატიური სცენარო წარმოვიდგინოთ, თუ იმაგინებდა რომ ისე როგორც ბელორუსში და რუსეთში აღარ დარჩა, თუნდაც სამოქალაქო საზოგადოება აღარ დარჩა, ოპოზიციური პარტიები აღარ დარჩა, კრიტიკული მედია პრაქტიკულად აღარ დარჩა, ისეთი აღარ დარჩა, რომელსაც შეიძლება გავლენა კონდეს საზოგადოებრივ აზრზე და რომელსაც შეიძლება საფრთხე უქმნას არსებულ რეჟიმს. მე ამ გამოყენებას უკვე არანაირი შინაარსი აღარ ექნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეხლა ამოქმედონ ყველაფერი რაც მათ ხელში არის და რაც მათ არსენალიაში ეს მარტო ევროკავშირის არ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს. კი ბატონო, ზუსტად ნამდვილად ბატონო ზურა, ვიცი რომ გეჩქარებათ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ზუსტად აი ამ ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ყველგან ბრიუსელი არსად ევროპა. სამწუხაროა რომ ევროპულ ღირებულებებს ცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა ევროპული ღირებულებების ერთგულებას არ ნიშნავს. ეს აქციის ლოზუნგებიც კარგად დაუსწავლია და გადავთარგმნი. შალვა პაპუაშვილის და ივანიშვილის ესმით არის ევროპა და თვითონ ევროპელებს არის ესმით რა არის ევროპა. მიგენით ამესადრებე ხო დასაცეფაშონის ივანიშვილის მომებისგან არის ერთ-ერთი დაკოპირებული გზავნილები, რომელიც ისმის კრემლიდან დასავლეთის მიმართულებით. უბრალოდ რაღაცებს სვიან ხოლმე რომ ქართველებისთვის უფრო რაღაცა გასაგები იყოს, მაგალითად რაღაცა რუსეთში თუ არსებობს პერლი კოლექტივის დაპად, ქართველ გადმოთარგმნა კოლექტიური დასავლეთი ქართველების არ არის საშიში, ამიტომ დაარქვეს გლობალური ომის პარტია. დანარჩენი ყველაფერი არის ერთი
მათ შორის ეს დამოკიდებულება და ის რომ ივანიშვილი და პაპუაშვილი ასწავლდნენ ევროპელებს რა არის ევროპა, ეგეც არის პირდაპირ დაგმოვებული რუსულიდან. მადლობა ბატონო ზურა, მადლობა წარმატებას გისურვებთ. რასაკვირველია, ზურა გირჩ-ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში.